მოგესალმებით, მე ვარ თამუნა და გიზიარებთ ვიდეოს ტრაპიზონის უზუნგოლის და სუმელას ორდღიანი ტურიდან, სადაც ვიყავი ივლისში. ისინი მდებარეობს თურქეთში და ვიმგზავრეთ მიკროავტობუსით. თუ გაინტერესებთ ტრაპიზონის სანახაობები, რა შეგიძლიათ ნახოთ ამ ტურზე, განაგრძეთ ყურება. თურქეთისკენ წავედით, რა თქმა უნდა, ბათუმის გავლით, ლარი თურქულ ლირაში გონიოში გადავახურდავეთ, საზღვარი სწრაფად გავიარეთ და 5-6 საათში უკვე თურქეთში ერთ ზღვისპირა კაფეში შევჩერდით საჭმელად. აქ ვჭამეთ თურქული წვნიანი, იგივე ჩორბა და დავლიე თურქული ჩაი. სულ გადავიხადე 115 ლირა, როგორც მახსოვს, რაც 7-8 ლარია. ამის შემდეგ უკვე წავედით პირველ დანიშნულების ადგილას და მთავარ ღირსშესანიშნაობაზე, რაც არის უზუნგოლის ტბა, იგივე გრძელი ტბა. უზუნგოლის ტბა მდებარეობს ქალაქ ტრაპიზონის სამხრეთით, ჩაიკარას რაიონში და პონტოს მთებში. უზუნგოლი ჰქვია ასევე სოფელს, რომელიც ტბასთან ახლოს მდებარეობს. ეს ტბა თურქეთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა და დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში. ტბა ჯერ ერთი მხრიდან ვნახეთ, რასაც ახლა ხედავთ კადრებში, შემდეგ კი სხვა პუნქტიდან უფრო ახლოს. ეს არის ხედი მეორე პუნქტიდან და ეს უფრო ახლო ხედია. უზუნგოლის შემდეგ წავედით მეორე დანიშნულების ადგილას, სუმელას მონასტრისკენ. ეს არის სუმელა, რომელიც მე-4-მე-5 საუკუნის ქრისტიანული მართლმადიდებლური მონასტერია და კლდეშია ნაკვეთი. მდებარეობს ზღვის დონიდან 1200 მეტრის სიმაღლეზე. სუმელას შემდეგ წავედით სასტუმროში, დავჩექინდით და მცირე შესვენების შემდეგ წავედით ადგილობრივ რესტორანში სასადილოდ, სადაც სხვადასხვა თურქული კერძი, მათ შორის ტოლმავაზის ფოთოლში და დესერტი ფახლავა მივირთვით. ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. საღამოს ცენტრში გავედით გოგოები, ცოტა ვიშოპინგეთ და ასე დასრულდა პირველი დღე. მეორე დღეს დილით ვისაუზმეთ სასტუმროში და წავედით პირველ სანახაობაზე. ეს არის ათათურქის სახლ-მუზეუმი, რომელსაც ძალიან ლამაზი ეზო აქვს და დაგათვალიერებინებთ. თუ ტრაპიზონში მოხვდებით, გირჩევთ ესტუმროთ. ახლა გაჩვენებთ თავად მუზეუმს და შიდა მხარეს. ის არის ორსართულიანი, არის რამდენიმე სხვადასხვა ოთახი თავისი აღწერით, სასადილო, სასტუმრო სივრცე, საძინებელი და სხვა. აქ დავასრულებ მუზეუმის გადაღებას. შემდეგი სანახაობა არის ტრაპიზონის აკვარიუმი, სადაც უამრავი სხვადასხვა სახეობის თევზი და ქეწამავალი იყო. ესენი როგორ არ უნდა ნახო. ბევრს აღარ გავაგრძელებ და გადავიდეთ შემდეგ სანახაობაზე. შემდეგი არის მცირე აია სოფიას ტაძარი, ასე ეძახიან მას, რომელსაც ასევე დაგათვალიერებინებთ, თუმცა
მთავარი აია სოფიას ტაძარი სტამბოლში ბევრად უკეთესია, რა თქმა უნდა. კი. ტაძარში შესვლისას წესია, რომ ფეხზე უნდა გაიხადოთ, თავზე თავსაფარი უნდა დაიფაროთ და ისე შეხვიდეთ. სხვა მხრივ არ შეგიშვებენ. ასე გამოიყურება ტაძარის შიგნიდან. ტაძრის ეზოდან იშლება ასეთი ხედი. ამით დასრულდა ჩვენი ტური ტრაპიზონში. ტაძრის შემდეგ წავედით სავაჭრო ცენტრში, ხოფასში, საზღვართან ახლოს, რაც აღარ გადამიღია და იგივე გზით დავბრუნდით ქუთაისში. მადლობა რომ მოყურეთ. კარგად.